ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ დღეს ბათუმელებიც. ზუსტად 3 საათს ზღვისპირა ქალაქის ცხოვრებლები ქალაქის 5 მთავარ ლოკაციაზე შეიკრიბებიან და ცოცხალი ჯაჭვით კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პროტესტს არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. რა ხდება ამ წუთებში ბათუმში? ახლა თეა ვაშალომიძე გვეტყვის ამას პირდაპირ ეთერში. დიახ, ნათია, ერთობის ჯაჭვი რამდენიმე წუთში შეიკრიბება ზღვისპირა ქალაქში, როგორც ხედავთ, კადრში სავარაუდოდ კარგად აღიქმება, რომ დილიდან გადაუღებლად წვიმს ბათუმში, თუმცა მიუხედავად ამისა, ზღვისპირა ზოლში ბევრ ბათუმელს ელოდებიან. ზღვისპირა ზოლში 5 ლოკაციაზე განთავსდებიან პროტესტის მონაწილეები. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მსოფლიოს უნდათ გააგონონ, რომ საქართველო რამდენად ერთიანია და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი. ჯაჭვის მონაწილეები ნელ-ნელა იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. ამ დროისათვის ერთ-ერთი ორგანიზატორია ჩვენთან ერთად, რომელთანაც რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში გავესაუბრები, ქეთი რომ ითხრა, აი ერთობის ჯაჭვის მთავარი სათქმელი რა არის უწყვეტი პროტესტის ფონზე. უკვე 31 დღეა თბილისის პარალელურად ბათუმშიც ბუნებრივია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. დღეს კი ერთობის ჯაჭვი იკვრება. ერთობის ჯაჭვის მთავარი მიზანი არის, რომ დავანახოთ ერთმანეთს პირველ რიგში და შემდეგ მსოფლიოს ჩვენი ერთობა და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ხმამაღლა, რომ მთელი საქართველო არის ერთიანი იმ პროტესტში, რომელიც უკვე მთელი თვეა მიმდინარეობს საქართველოში დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები, იგივე დღევანდელი ჯაჭვის მოთხოვნებიც უცვლელია. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რაც შეეხება თვითონ ჯაჭვს, ძალიან მალე უკვე შევიკრიბებით მთელ სანაპირო ზოლში, ყველას ველოდებით 3 საათიდან, რომ 1 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ ხელჩაკიდებულებმა ერთმანეთს და სხვებსაც დავანახოთ ჩვენი ერთობა და იმედია წვიმა არავის არ შეაშინებს და ვაჩვენებთ ყველას როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. მადლობა, წვიმა ნამდვილად არ აშინებს ბათუმელებს. ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ბუნებრივია პოლიტიკური პარტიები, წარმომადგენლები. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ წევრს ლევან გორგილაძეს. ლევან რომ ითხრა, აი ჯაჭვის იდეა რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ სოფლიოს და ევროპას დაანახოთ, რომ ჩვენ გვაქვს ევროპული მომავალი. იცით რა, ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამიტომაც ქვია ერთობის ჯაჭვი რეალურად. მანამდე ვინც ნიჰილისტურად იყო განწყობილი, აქედან რო დავიწყოთ, აი თუნდაც გუშინ რაც მოხდა, ხო ეს ჩვენმა ერთობამ და ერთადგომამ მოიტანა, რომ თუნდაც სალომე ზურაბიშვილი ჯო უილსონმა გუშინ ინაუგურაციაზე დაპატიჟა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, თუნდაც არავის როლს არ ვაკნინებ, ვინც ამ თემებზე მუშაობდა, თუმცა ჩვენ რო არ მდგარიყავით ქუჩაში, რავი, დასავლეთს არ დაესიზმრებოდა, რომ ჩვენ ამ პროცესებს ვაპროტესტებდით, ხო? ამიტომ დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ განსხვავებების მიუხედავად პოლიტიკური პარტიების თუ აქ ყველა განსხვავებული ადამიანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ვდგავართ, მაგრამ ჩვენ ერთად ვდგებით. დღეს მე პირადად ჯაჭვში რო ჩავდგებით, შეიძლება ჩემთვის უცხო ადამიანზე მომიწიოს ხელის ჩაჭიდება, მაგრამ ეს ერთის მხრივ უცხო, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ერთი იდეა და ერთი სულისკვეთება გვამოძრავებს და აქ ვინც ვდგავართ და სხვადასხვა ქალაქებში ვინც ვდგავართ, რაღაცა უცხოები აღარ ვართ ერთმანეთისთვის. ამიტომ გუშინ რაც მოხდა ძალიან კარგია, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება, ერთობა მნიშვნელოვანია, თავარი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, ხო? უკანონოდ დატყვევებული ადამიანები უნდა გათავისუფლდეს, რა თქმა უნდა და უნდა მივიღოთ ხელახალი არჩევნები, არა ისეთი როგორცაც ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობდა წლების მანძილზე, არამედ სრულიად დამოუკიდებელი ფიგურებისგან ჩამოყალიბებული არჩევნები. ამიტომ დღევანდელი დღეც მნიშვნელოვანია, ხვალინდელიც მნიშვნელოვანი იქნება და ერთობა განსხვავებების მიუხედავად ავტოკრატი როცა ხელისუფლებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს განსხვავებები გვერდზე გადადებული გვაქვს და გადავდებთ სამომავლოდაც სადამდეც ეს საჭირო იქნება. დიდი მადლობა. ერთი იდეის ქვეშ ერთიანდება ეს ადამიანები, მალე შეკრავენ ცოცხალ ჯაჭვს. ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნა არის ბუნებრივია ევროპული მომავალი და დემოკრატიული პროცესების განვითარება საქართველოში და არა რუსული რეჟიმი. როგორც გითხარით, ზუსტად 3 საათზე მოვლენ აქ ბათუმელები და აი აქ ზღვისპირა ზოლში შეიკრება ერთიანობის ჯაჭვი, წვიმის მიუხედავად აქ უამრავ ბათუმელს ელოდებიან.